სიმბოლური საჩუქარი ღვინის სამშობლოში ჩამოსული ტურისტებისთვის ღვინის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანიის პირველი ეტაპი უკვე დღეიდან დაიწყო. Ყველა ვიზიტორი, ვინც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, ერთ ბოთლ ქართულ ღვინოს მიიღებს. რამდენიმე ათეული ბოთლის სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო აეროპორტში საღამოს მიიტანეს. დღეიდან საქართველოში ჩამოსული ყველა ტურისტი თითო ბოთლს საჩუქრად მიიღებს. ღვინის სამშობლოზე პირველი შთაბეჭდილება მათ საპასპორტო კონტროლის გავლამდე შეექმნებათ. ღვინის ქვეყანაში ღვინით დახვედრა არის საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რაც სტუმრებს ძალიან ახარებს. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით ვებულობთ მონაწილეობას ამის განხორციელებაში. ინიციატივა ქართული ღვინის პოპულარიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. განხორციელებას კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს. აეროპორტში თითო ბოთლი ღვინის საჩუქრად გადაცემა კამპანიის პირველი ეტაპია. დაინტერესების შემთხვევაში კი ტურისტებს ქართულ ღვინოზე გაცილებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. თითოეულ უცხოელ სტუმარს პრეზიდენტის ინიციატივით გადაეცემა საჩუქრად ქართული ღვინო. რათა მათ ჰქონდათ რეალური აღქმა იმისი, რომ იმყოფებიან ღვინის სამშობლოში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და აგრეთვე ცნობადობის ზრდას, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც აჩუქა ღვინო მსოფლიოს. ტურისტებისთვის და საქართველოში ჩამოსულებისთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მზადდება. რამდენიმე დღეში აეროპორტის ტერიტორიაზე ქართული ვაზის ძეგლი დაიდგმება, რომლის ავტორიც უკრაინელი მოქანდაკეა. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამეკეთებინა რაღაც ლამაზი და სიმბოლური საქართველოსთვის. პირველ რიგში ეს არის ქართული ღვინის სიმბოლო, საქართველოს სიმბოლო და თქვენი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო. მასზე მუშაობისას მე სწორედ ამ სიყვარულით ვიყავი დამუხტული. ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი.